Იდან ჩვენ ესე იგი პირდაპირ ეთერში ვუნდებით კრეატივის ფესტივალით. Რა თქმა უნდა სტუმრებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩვენთან ერთად იმყოფებიან და პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოკლედ ჩვენი დღევანდელი თემა კანის ლომების ფესტივალი, რომლის ისტორია იწყება 1953 წლიდან და წარმოადგენს კრეატივის ზეიმს, რადგან კრეატივის ფესტივალია და მასზე წარდგენილი ნამუშევრები ბევრად მეტია, შეიძლება ითქვას ვიდრე რეკლამა. მოკლედ დეტალებს შევიტყობთ აუცილებლად, მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ასევე, რომ ფესტივალის მონაწილე თითოეულ ქვეყანაში ეწყობა კრეატიული ახალგაზრდების შიდა შესარჩევი კონკურსი და მათგან საუკეთესოები მიემგზავრებიან უკვე კანში, სადაც ვლინდება გამარჯვებული. საქართველოს როგორც მივხვდით, იღებს მონაწილეობას ამ ფესტივალში და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, კანის ფესტივალის წარმომადგენლებს საქართველოში აკო ახალაია და ლევან ლეფსვერიძე. მოგესალმებით. დილომშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და თავდაპირველად გაგვარკვიეთ კანის ლომების ფესტივალის არში, რომელსაც უკვე 63 წლის ისტორია აქვს, საკმაოდ დიდი ისტორია. 64 გამოდის. 64 გამოდის უკვე ეს იყო, ალბათ ყველამ კარგად იცის კანის ფილმის ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ამასთან ერთად იყო ეს ფესტივალი, შემდეგ გამოიყო და იყო კანის რეკლამის ფესტივალი და ბოლო რამოდენიმე წელია სახელით შეუცვალეს, რომ არის კანის კრეატივის ფესტივალი, იმიტომ რომ იქ არის არა მხოლოდ რეკლამა, უკვე კრეატიული ნაწილიც არის. აქ არის შოუ ბიზნესის ნაწილსაც შეიცავს ეს ყველაფერი. 64 წელია ტარდება, როგორც თქვით, საქართველოს 3 წელია გახდა ამ წარმომადგენლობა მიიღო. და შარშან მოხდა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველმა გუნდმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ოქროს მედლით და პირველად მოხდა იმ რომ საქართველოს. ამაზე უნდა მოგვიანებით გვინდოდა გვეკითხა, მაგრამ ბარემ გითხარით რაში გვასახელეს ესე იგი. ხო, მნიშვნელოვანია ის, რომ 3 წელია ჩვენ ამას შევუერთდით, მოკლედ რა ვთქვა და წელს ის არის კიდევ მნიშვნელოვანი, რომ ერთი რომ ტელეკომპანია იმედი გახდა ჩვენი პარტნიორი და ასევე BJO, რომელიც არის უმსხვილესი ქართული ინვესტორი კომპანია, ეს გახდა ჩვენი პარტნიორი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ წელს 5 გუნდი გაუშვათ ამ ფესტივალზე, რომელსაც მთელი მსოფლიო აკვირდება. ინვესტიცია გაკეთდა რეალურად ახალგაზრდებს. ჩვენ ვახსენეთ შიდა შესარჩევი კონკურსი, შიდა შესარჩევი ეტაპი, სადაც კრეატიული ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას და სწორედ ეს ხდება ერთგვარი სტარტი იმისთვის, რომ მათ გადაინაცვლონ შემდეგ უკვე კანში. რა ხდება შიდა შესარჩევ კონკურსზე და რა მოეთხოვებათ მონაწილეებს? კი, როგორც ვისაუბრეთ, კანის ფესტივალი არის უდიდესი ფესტივალი, სადაც მონაწილეობას იღებენ სარეკლამო აგენტოები და წარადგენენ თავიანთ მთელი წლის განმავლობაში კრეატიულ შემოქმედებით ნაშრომებს და ამ ფესტივალს გააჩნია კიდე ახალგაზრდული ნაწილი, ახალგაზრდული კონკურსები, სადაც მონაწილეობენ ქვეყნები. ქვეყნები ეჯიბრებენ ერთმანეთს, გერმანია, საქართველო, იაპონია, ასე შემდეგ, ყველა ქვეყანა და იმისათვის, რომ საქართველოს წელს იასპარეზოს ახალგაზრდულ კონკურსებზე, გვჭირდება შიდა შესარჩევი კონკურსი, რომ გამოავლინოთ საუკეთესო ქართული გუნდები. გვაქვს 5 კატეგორია. ერთი არის პრინტის, მონაწილეებს ევალებათ შექმნათ პოსტერი, შემოქმედებითი რაღაც თემატიკაზე. არის კონკრეტული თემატიკა წინასწარ არის განსაზღვრული? არა, წინასწარ არ არის განსაზღვრული, იმ დღეს იგებენ, ფორმატი არის ისეთი, რომ კი ბატონო, 24 საათში არის შეზღუდულები და ეს რომ წარმოვიდგინოთ, არის დაახლოებით გავს არსებობს ჭადრაკი და არსებობს სწრაფი ჭადრაკი, ხო, დროზე რო თამაშობენ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ სწრაფად უნდა გააკეთონ გუნდებმა და ეს მოგვცემთ საშუალებას გამოვლინოთ, ვინ არის ყველაზე კარგ ფორმაში, ვინ შეძლებს 24 საათში დადოს საუკეთესო ნამუშევარი და მერე უკვე საქართველოს სახელით გაემგზავროს კანში, რომ თვითონ პროცესი რა კატეგორიებშია ეს აუცილებლად კატეგორიები, როგორც ვიძახდით, იყო პრინტის კატეგორია, პოსტერის შექმნა ევალებათ, ეს ერთი არის მოკლე ვიდეო რეკლამა, ფილმი, ერთწუთიანი ვიდეო რეკლამის შექმნა, არის ლოგოტიპის სიმბოლოს შექმნის კონკურსი, არის ციფრული კამპანიის, ინტერნეტში სარეკლამო კამპანიის გავრცელება დაგეგმვის კონკურსი და ყველაზე ესეთი განსხვავებული არის მარკეტერების კამპანია. მარკეტერების კონკურსში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ნებისმიერ კომპანიაში დასაქმებულ მარკეტინგის დეპარტამენტში ახალგაზრდას. და რა მაინტერესებს, გუნდებად არიან დაყოფილები თუ ესე ინდივიდუალურადაც შეუძლიათ მონაწილეობის? ყველა გუნდი შედგება 2 ადამიანისგან.
ნებისმიერ კატეგორიაში და იქაც ორი ადამიანი მონაწილეობს. ანუ აქაურ შემთხვევაში მონაწილეობს შენი სააგენტოს ან კომპანიის სახელით, როგორც კი იმარჯვებ, იქ მიდიხარ ქვეყნის სახელით და ანუ რაღაც საქართველოს. ანუ წინასწარ ამ ადამიანებს ასე თუ ისე აქვთ შეხება ერთმანეთთან, ცნობენ ერთმანეთს და კი, ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად გრძნობენ ერთმანეთის შეთამაშებული იყვნენ ერთმანეთთან, იმიტომ რომ ძალიან სტრესული გარემოა, რაღაც ერთ გარემოში ვკეტავთ 24 საათი. თუმცა ძალიან საინტერესო პროცესი. ძალიან საინტერესოა კი, რა თქმა უნდა. როგორც იცი, წელს იყო რეკორდული მაჩვენებელი და ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა იმის სურვილი, რომ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. 320 კონკურსანტი იყო, თუ არ ვცდები, ხო? ხო, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ანუ იმიტომაც აღვნიშნე, რომ ზოგადად მთელ მსოფლიოში მიჩნეულია, რომ კრეატიული ინდუსტრიებს მომავალში შეუძლია შექმნან კრეატიული ეკონომიკა. რაღაც ძალიან ისე კი ჟღერს, რომ კრეატიული რაღაც ყოველს გონია რაღაც კრეატიული იდეები და სინამდვილეში ეს ადამიანები არიან, რომელსაც საქართველოში და ქვეყანაში შეუძლიათ შემოიტანონ ისეთი თანხა, რომელსაც არ ჭირდება რაღაც ქარხნის აშენება. ანუ სიტყვაზე ის, რომ ქართველ რამოდენიმე დიზაინერს ყავს დამკვეთი რიჩარდ ბრენსონი, უკვე ძალიან დიდი შედეგია, ანუ ძალიან დიდი თანხები შემოდის ასეთი ინტელექტუალური რესურსით. შესაბამისად, ის რომ ჩვენ ყავს წელს ძალიან დიდი მხარდაჭერი ბიჯეოს სახით, გვეხმარება იმაში, რომ მონაწილეობა არის მონაწილეობის ყველანაირი პირობა აქვს აქ რომ მიიღო მონაწილეობა და მოხდა ისე რომ დარეგისტრირდა 320 ადამიანი ჩვენს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა და გვყავს 60-მდე ჟიური 15 ქვეყნიდან, ანუ რაღაცა ძალიან დიდი მოვლენაა, მთელი მსოფლიო გვიყურებს, აბა რაღაც რა ვის რომელი ქვეყნები არიან ჟიურის შემადგენლობაში და საერთოდ რამდენი ქვეყანა იყო რეგისტრაცია უკვე დასრულებულია თუ არა, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ კრეატიული იდეები, შეიძლება ახლა უყურებენ და აქვთ იმის სურვილი, რომ თქვა თავადაც მიიღონ ამ ფესტივალში მონაწილეობა. კი, სამწუხაროდ ამჟამად რეგისტრაცია უკვე დასრულებულია, თუმცა ეს ფესტივალი კონკურსი ყოველ წელს ტარდება და ურჩევდი რომ Facebook-ზე გვიპოვონ და მოგვადევნონ. როგორ უნდა გიპოვონ Facebook-ზე? კანის ლომები საქართველოს მარტივად მოგვაგნებენ. რაც შეეხება ჟიურის, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ახალგაზრდებისთვის, რომ ჟიური იყოს საერთაშორისო გამოცდილებით, მათ გაგვიზიანონ თავიანთი ფიდბექი, ანუ გვითხრან რა შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო. და ჩვენ შევეცადეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოგვეძია ეს ხალხი არიან პროფესიონალები, როგორც აი სუპერსტარები, როგორც იტყვიან ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდანაც. ჯამში არის 15-ზე მეტი საერთაშორისო ქვეყანა. ისინი მზად არიან მიიღონ ქართველების ნამუშევრები და აი მსოფლიოს რომელი ქვეყნები იკავებენ ხოლმე საინტერესოა ყველაზე ხშირად ამ ფესტივალზე მის ისტორიას თუ გადახედავთ მოწინავე პოზიციებს საპრიზო ადგილებს ამერიკა და კი როგორც წესი ამერიკა არის წამყვანი შემოქმედებით ბაზარზე არსებობს ბრაზილიას აქვს ძალიან კარგი სახელი და რეპუტაცია მოპოვებული რა ბრაზილიელები რატომღაც ითვლებიან რომ არიან ძალიან კრეატიულები და შემოქმედები იაპონიაც კი რა თქმა უნდა ეს ნამუშევრებზე ეთყობათ რომ ინდუსტრია იქ ცოცხლობს სუნთქავს იდება ახალ-ახალი ცოცხალი იდეები რაც შეეხება საქართველოს მინდა გითხრათ რომ საქართველოსაც აქვს ანგარიშზე კი აი 3 წელიწადში რაც მიაღწია საქართველოს ითვლება რომ ესეთი სწრაფი ზრდა არავის არ გაუკეთებია. რა კატეგორიაში მოხდა გამარჯვება ქართველების? რაში გვასახელა საქართველო? მარკეტერების კატეგორია იყო ეს. ოქრო, მაგრამ ლევანი რო წარმოადგენს იმ სააგენტოს, აქვს 2 ლომი მოგებული. PR კატეგორიაში რამოდენი ახლა ლუცს ვერ დავასახელებ, რომელიც მათი ექსპერიმენტი იყო. მოიგეს და ანუ რეალურად რა ხდება, იცით რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, როდესაც უკვეთავს ასეთ სამუშაოს, უკვე აკვირდება საქართველოს, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი პოტენციალი და რეალურად სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ეს ყველაფერი გაცილებით იაფიჩდება. იგივე დიზაინი, ვიდეო რგოლის გადაღება, პოსტერების შექმნა და ამაში საკმაოდ, ანუ ამერიკისთვის ეს არის 2 ტრილიონიანი ბაზარი და შესაბამისად ისინი ეძებენ ამ ახალ ტვინებს, ანუ ახალ იდეებს და ესეთი ახალი ანუ როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე ინდივიდუალურად ადამიანებისთვის ბრაზილია იმიტომ მიაღწია ამ ძალიან დიდ წარმატებას, რომ როგორც საფეხბურთო ნაკრებს, ისე აცილებს ბრაზილია ამ ფესტივალში გამარჯვებულებს და ისევე ხვდება, ანუ ჩართულობა მოსახლეობის მხრიდანაც არის ძალიან დიდი. ფიდბექიც აუცილებელია და გამხნევება. მოდით ჩვენი საუბრის უკვე დასასრულს გითხარით, როგორი მოლოდინები გაქვთ და რა როდის იწყება
აიღებს სტარტს ფესტივალი. პირველიდან ანუ ამ შაბათს იწყება, პირველი კონკურსი გვაქვს შაბათს, შემდეგ 2 აპრილსაც იქნება. 8-ში 19 აპრილს გვექნება დაჯილდოება და გამოავლენით საქართველოსთან საუკეთესო გუნდებს და შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ეს გუნდები გამარჯვების შემდეგ კიდე კარგად მოვამზადოთ და კანში ძალიან სერიოზული შედეგი დაიდოს, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ივნისში კანში. ისე როგორია ლევან მოლოდინი? ფიქრობ რომ კრეატიული იდეები ქართველების მხრიდან საინტერესო იქნება ფესტივალისთვის? ქართველებს მართლაც ეს რომ შევაფასოთ, გვაქვს პოტენციალი ვიყოთ გამარჯვებულები, ეს შარშანაც დამტკიც და ამას ვიძახდით კიდეც და აღმოჩნდა რომ აი შარშან ოქროს медаლი აიღეს მარკეტერებმა. წელს გვინდა რომ საქართველოს ამ 5 კატეგორიაში ოქრო დაიმსახუროს. ყველაფერი გვაქვს ამისთვის, ცოტა იღბალი და მომზადება არ გვაწყენდა. ნუ გისურვებთ წარმატებას, ჩვენ რა თქმა უნდა გულშემატკივრობთ და ამ თემაზე არაერთხელ ვისაუბრებთ კიდევ მომავალში ეთერში და გისურვებთ რომ გამარჯვებულები დაგვიბრუნდეთ. ჩვენს ეთერში კი რეკლამის დროა, ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით, რა გველოდეთ.